გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone-ს სვეტში მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დალე. ბევრი წამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. აბა. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. ფისობოდ ყოველს იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი აგინებს, ვიდრე უყურებს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ფისობოდ ყოველის თოქ-შოუ ჩურჩულები. დღეს ჩვენთან აი ასეთი ლამაზი წყვილები მოვიდნენ სტუმრად. მოდით გავიგოთ მათი სიყვარულის ისტორია. თქვენგან დავიწყებ. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაიბადა თქვენ შორის ეს სიყვარული. მადლობა. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ალბათო ფისო. ერთხელ რუსთავაზე მივდიოდი, ჩაფიქრებული როგორც მჩვევია. უცებ შემწინ გამოჩნდა. ის გამოჩნდა და ესე რაღაცნაირად იცით ნარნარით მიდიოდა. აი თეძოებს რუბენსის ნახატივით მიათამაშებდა. მარტო თეძოები მოგეწონათ? არა, რატო ტრაკიც კარგი ქონდა. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ სხვისახოცი დაუვარდა. დაიხარა თუ არა მეც მივარდი და უთხარი შენ აუცილებლად ჩემი გახდები მეთქი. შემდეგ დაგიპასუხათ. შემდეგ სხვათა შორის ძალიან უცნაური პასუხი გამცადა რაღაცნაირად სასაცილო ისეთი. რა გითხარით რა? არაფერს არ დავამატებ, ზუსტად ესე მითხრა დედას გეფიცე. ზუსტად. შეშ, ხო არა გაგშეჭებაო. რა საინტერესოა, მეც ეგ უთხარი პირველად ჩემ შეყვარებულს რომ გავიცანი. დედას გაფიცებთ. შემდეგ რა მოხდა, როგორ განვითარდა? შემდეგ ქალბატონო ფისო მოგეხსენებათ როგორც ხდება ხოლმე კაცმა თუ მოინდობა ყველაფერს გააკეთებს და დღეს ჩვენ ერთად ვართ. გილოცავთ, ძალიან ბედნიერები ხართ. მადლობა. არ გადართოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით და მეორე წყვილის ისტორიას მოისმენთ. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ, ხო? კი, თქვენ წამოდი შეგვიძლია. საყვარელო. მადლობა რომ მოგწადით. გოგოება. არმენას და მერაბას ორი მობილური ტელეფონი აქვთ. ერთი უკმაყოფილო კლიენტებისთვის, მეორე კი უფრო უკმაყოფილო კლიენტებისთვის. შემიყავეთ ნაცრისფრად, ხო გითხარით შემიყავეთ ცისფრად. ათქეთო მითხარ ცისფერო. ჰალდექი გავიხედე ბანჯანაში, სამოღრუბლული იყო. ჰალდექი ეგეთ ფერზე დავსვი რა, ცუდია. კარგი. ჯანდაბას იყოს ნაცრისფერი. ეს ამხელა თვითფრინავი, რატომ იმიხადეთ აქ რა არის, ვერ გავიგე. რაც დავინახე ქალბატონო, აი დავხატე გადაჭერილი და რა სამალუტი რა არ ხდება. კარგი. ის ოთახე გამიტიხრეთ, რატო არ გამიტიხრეთ? ეხლა მადამ ჯენ ძალიან გთხოვთ რა არ გინდა ტყუილები, როგორ არ გავტიხრეთ, გავტიხრეთე. როგორ გატიხრე? მე გითხარი გატიხრე ვერტიკალურად, შეგავიტიხრე ჰორიზონტალურად. ვერ შევდივარ ოთახში, რო წავიკუცა მაინც ვერ შევდივარ იმ ოთახში. რატომ არ გააკეთე? რატო არ გავაკეთე? იმიტომ რომ აფერისტები ვარ ჩვენ, გაიგე ქალბატონო მადამე. აჰა, აფერისტები ხართ. კაი, ეს ფანჯარა რატო ამომიშენე აქ? ვიქთხოვ ამომიშენე ფანჯარა თქო. ვინ თქვა? ამა თქვა. რაგი მე კუსუნ შენ თავს მე გითხარი ეს პანჯარა ამოშენე მეთქი ბიჭო. მე გითხარი ეს ამოშენე. არა, ბადოჟდი ეგარ გითქვია, მაგრამ ხო ის ხო თქვი რომ თუ დროზე არ მორჩით რემონტს ფანჯრიდან გადაკრიტო. ამოვაშვები რა. ჯურე რა შუაშია, გიჟები არიან ესე. მე თქვენთან როგორ ვიყო, როგორ მოგექცეთ უკვე აღარ ვიცინოდა. ამიტომ იდეა მაქვს. აბა კუსუნ, ავიც მე აღარ ვასწავლე. ორ კვირაში. ვინც ყველაზე მეც სამუშაოს შეასრულებს, მასთან მექნება სექსი. მაიცა. ესა? სექსი. ეხლა ისა თქვა რომ გონია?
აბა ბიჭებო. დაგაკეთეთ. ორი გვირა, მუხლი არ ჩამიხრია, თვალე არ დამიხუჭა. ყველაფერი გავაკეთე. ბაბელკა გავაკეთე, სველი წერტილები მოვასწარი, ეხლა მივდივარ სპალნაში, უნდა ეს პლინტუსები უნდა. მაიცა მადამ შენ წადი თუ გინდა. მე გინაცვალე მადამ ჯენერალ ძალიან შუსტრად ჰოლი გავაკეთე მაგრად და კიდე სამზარეულოც გავაკეთე, აი სუპერ იტალიანსკი სტილი გინაცვალე ძალიან მოგეწონება. მე მგონი პრიზი მე მეკუთვნის თან სიმპათ. მოკლედ ორივე საძინებელი დამამთავრე, მისაღებში შეკედი უჭერს მოჩი. პრინციპში რა აბაზანა დამამთავრე, რკინისკანები გამოცვალე და ჩემ თავს გაფიცებ, ახლაც არ მომწემ, ჰა? შეგძლებია вас ბატონო. გვერდზე სოფლის არქიტექტურა ჯემალის ბავშვის დამსახურება. მას რომ ქვიშაში არ ეთამაშა, დღეს არც გამგეობის შენობა იქნებოდა, არც კულტურის სახლი და არც ხიდი. თუ ინარიან ესენი ბიჭო? რა სიქიებიან ჩემ მაგიდაში? რა უნდა ჩემუჯრებს შენ? ბიუჯეტის გარკვევასთან დაკავშირებით მოვიდნენ ბიუჯეტს ამოწმებენ. ბიჭო, იპოვე ეს სამი დარღვევა, იპოვეთ რამე? ვერაფერსაც ვერ იპოვით თქვენ ბიუჯეტში გაღვასთან დაკავშირებით. ჩემი უფროსი ეგეთი კაცი კი არ არის, რომ რამე დაარღვევს. პირიქით, ხელგაშლილი კაცია და ჩემ ნანას, ჩემ ცოლსა თითქმის ყოველ დღე საჭუქრებს ჩუქნის ხოლმე. კაი, ეხლა ამის უფროსია ხელგაშლილი თუ ამის ცოლია ფეხგაშლილი. ბევრი სერიოზული დარღვევა აღმოვაჩინეთ. სერიოზული? იძულებულები ვართ დაგაკავოთ. უბრესო. თან უჭერს, მაინი, თან უჭერს. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს. მე ჩამოწიფო. ბიჭო, გამომხედე აქეთ. რაც ვითომ აღმოაჩინე თუ ვერ აღმოაჩინეთ, არა, ის გარღვევა რაც იყო, იმ თანხებს, რაც ოფშორულ ზონაშია გადარიცხული. 2 მილიონს ჩემ ანგარიშზე დადებ რა. და შენ და შენი პაძერნიკი ლიმონს გაიყოფთ, გაიგე პაპალამ. დანარჩენს ახალ საქმეს მოვამხმარ. მოიცა უსამართლობაა ეგრე, შენ 2 მილიონი და ჩვენ ნახევარი? გამომხედე ბიჭო, რა ვიძივარ, ხედავ? აი მაგ არსებულ სოფელში 5 წელია ვიმალები და სულ ესე დავდი. რეგა, ვეკეთე. გაიგე? ამ კიდე ჩემ წელს ვარ. აი, ცოტა მსახიობია, მაგრამ ფული ხო უნდა გადაუხავდო, ძმაო. დანარჩენი მაყუთი რაც დარჩება, ახალ საქმეს მოვახმართ. კოდური სახელწოდებით ბერმუდის სოფელი. და ბერმუდი რატო? ოთხკუთხედი ფორმა, ბიჭო, სოფელს. დავაი ხა გაი აქედან. რეგა ვაკეთე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბორდელ კალიფორნიაში სექსი უფასოა. კლიენტები ფულს მხოლოდ შარვლის გახსნაში იხდიან. გამარჯობა გოგო. გამარჯობათ. რომელ გოგონასინები გახსნა? მე მინდა რომ თქვენ მომიმსახუროთ. არა შვილი, იცი რა მე დიდი ხანია არ მუშაობ ამ საქმეზე. და საათში $100 მაგივრად რომ $200 მოგცე მაინც. $200 დედიცი. ლევმატიზმის წამლებზე არ მეყოფა. კარგი, მაშინ $300 გაძლევ 1 საათში. 1 საათი უკვე შენ არ გაყოფა. 1 საათი ძალიან ბევრი დროა, ხა რას ქვია არ მეყოფა. მეყოფა რო ვიძახი მეყოფა. შვილი მომისმენე. ნახევარი საათი მარტო მე მჭირდება რომ რაღაც პოზები გავიხსენო რაღაცები და თუ სიამოვნება აქვს. ბიჭო მომისმენე. $500 გაძლევ 1 საათში და ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. $600 და გავიხსენე ყველაფერი. წავიდეთ. გოგო მე დახტოვე. კარგად გოგოებო, უკაცრავად დროებით, კარგად ზანდებით. კაი, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგი იყო და კარგად იყავით რა დროებით. სანამ წახვიდო და ერთი კითხვა მაქვს შენთან. ისმენ? აი ამდენ ლამაზ გოგონაში მაინც და მაინც მარატო მე. მომისმინე. შეყვარებული რომ დამშორდა, ხო? დაუპირდი რომ არ დამშორდე, თორე დედას მოგთქო რა. ხო და აქედან ეხა სახში რომ წახვალ. შენ შვილს აი ესე გადაეცი ზუსტად რა. თაკო შვილო, ირაკლის სიტყვის ბიჭია და დედა
კარგად იყავი, დიდი მადლობა. მოუკვდეს დედა, როგორი სიძე დავკარგე, როგორ ფულიან და თითქმის კაცი. ისტორიული წყაროს თანახმად პირველი მაჩო საქართველოში იმერეთში დაფიქსირდა. მაჩოს ნაკვალების ნახვა არასრულწლოვანებისათვის დაშვებული არ არის. შენზე მობასპიცა ვარ, აი. Просто ამდენი ხანია ბიჭო ჩალიჩობ და ვერც ერთი ხალი ვერ დაკერეთ. იმენა გავრეკა. ვაგი დედა შენი ხო დავკერეთ რომ შენ გამოეშვისო. არა, ბაზარი არ, ეგ ხო, მაგარი შევასრულე ძალიან. ბიჭო, კაროჩე დღეს უეჭველი რა. უეჭველი შეთასპისა. რავთ იმენა, სასმელი რაღაცა და ეგ არის რა. იმენა პირდაპირ გავაჭერთო. არ დალიხარ. აბა რატო ამოვიდა ყიში რა, მაგის დედა ცოტილი. Просто როგორი პონტექსი ხარ? ორივე ერთხათა ხო არ მივად, გაიგე? ან შენ მივდი ან მე მივად, ან შენ მე მივად, გაიგე? სათანკი არ გამოდის ხო? ბიჭო, ორივე ხო არ მივად, ერთი და იგივე ხათა რა შეიძლება ხო? ჯერ შენ მივდი მე მივად თუ არ მე მივად ჯერ. აი, ნებისმიერ გოგოს მაო. ნებისმიერ გოგოს ხელი დაადე შენ თასპიცა ვარ თუ არ მივიდე. დავაი მიდი. აი იმასთან. მომელთან. არა, ხო არ გაგიჟდი შეშემა ეგ. ეგ ძალიან მაგარი ლამაზი გოგოა, შანსი არ მაქვს შენ თასპიცა ვარ. არა. აბა აი გვერდზე რო არის რა იმასთან. აი გადაო ერთად არის დახალები არა შანსი არ მაქვს მაგასთანაც ხო ვიცი ხლა რას მეკაიფები თო. აი იმასთან მიდი მაშ. აი რას გავშეჩემა რა მოგივიდა მეკაიფები. აბა დაცვასთან მაინც მიდი შეჩვა ვიღასთან ალაპარაკები გამოდიო. მაგარი. ვითხარი შეზმობას კაროში всё ვკიდია რა არ მინდა შეიძლება. აი მე რამ გოგოსთან მივალ. დავაი. ეხა ნახე პროსტა. გამარჯობა. ძალიან მაგარი აურა ხო? რამე გალევ. აქ არ ისმის და გარეთ ხო არ გავიდეს? ახ ბალიადრა. გააჩერე რა ერთი წუთი რა. რამეს დალევთ ხო? აი ტკივილისაგან რამის კედლებზე გავიდე ისეთ სულ დღეში ვარ. თან ნერვოზი დამემართა, უკვე უძილობა მაწუხებს, შაქარმაც ამიწია ამ ყველაფრისგან. პატარაობაში ყველა იფსავ, შენ რა ჩაგმწია? რა პატარაობაში ბიჭო ორი თვის წინ არ ჩაიბს, რას მაგიჟე? სტიუს წინაპარმა ხვიჩა გაყიდა, ხოლო ჯეიმსის წინაპარმა გოჩა. ოი ნანა. გამარჯობა ჯეიმს. თხამ გაჯობა სიუ. თხა გაგიდეთ და არიცით რა იყიდოთ? იყიდეთ ისევ თხა და აქციათ რეალობა ჩვენი წინაპრების ანდაზა. ჩვენგან ნაყიდმა თხამ ვენახი შეგიჭამათ? გაბრაზებული ხართ და არიცით სამაგიერო როგორ გადაუხადოთ? მაშინ იყიდეთ მგელი, რომელიც შეჭამს თხას, რომელმაც შეგიჭამათ ვენახი. ძალიან კარგი. გაბრაზებული ხართ მგელზე, რომელმაც შეჭამათ თხა და ახლა თქვენს ოჯახის წევრებსაც საეჭვო თვალით უყურებს, ხომ? მაშინ ჩვენ გთავაზობთ თოპს. თუ თქვენ ახლავე დარეკავთ და შეიძენთ ერთ ლულიან თოპს, მასაც შევქნათ მოყვება მეორე ლულაც. მაშასე თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი რომ შეიძინოთ ორ ლულიანი თოფი ერთ ლულიანის პასად. თოფი დაგიჟანგდათ? ნუ ღელავთ ამაზე თქვენ ჩემი 0-6 უნდა ნახოთ. ბიჭი შეგეძინათ? თქვენმა ჟანგიანმა თოფმა არ გაისროლა და მეზობლებში თავი არ გამოგეყოფათ? მაშინ შეიძინეთ ჩვენთან მიწის ნაკვეთი, სადაც დამარხავთ დაჟანგულ თოფს. ერთი წელი ელოდებოდით. დაჟანგულმა თოფმა კი არ იხარა და არ ამოვიდა. მაშინ გთავაზობთ თალგამს, რომელიც ერთ წელიწადში იმხელა იზრდება, რომ მას მარტო ბებია ვერ ამოიღებს. ვერც ბებია და ვერც ბაბუა, ვერც ბაბუა, ვერც ბებია და ვერც თქვენი ცოლშვილი ძაღლით, კატით და თაგვით. და ასე ერთმანეთზე ხარ ჩაბმულები და თალგამს მაინც ვერ იღებთ. გულს ნუ გაიტეხთ, იმიტომ რომ დღესვე აღ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ უნიკალური გაჩერდი, ჩაირიცხა. თანხა ჩაირიცხა. თანხა ჩაირიცხა წილ? თანხა ჩაირიცხა. ძალიან კარგი, მაშასე ჭირია ხალხინიაკა. კარგად ბრძანდებოდეთ. ალხინიაკა. ნუკრი ექიმი მომაკვდავ პაციენტებს ზედარ უყურებს. ისე უკეთებს ოპერაციებს. სწორედ ამიტომ არიან მომაკვდავები. უკვე რამდენიმე თვეა კუჭი მტკივა. აი ტკივილისაგან რამის კედლებზე გავიდე ისეთ სულ დღეში ვარ. 1000 ექიმთან ვიყავი, უამრავ ექიმთან მისული, მაგრამ
ვერავინ ვერ მიხვდა რამ ჭირს, აი უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორ ვიმკურნალო. აი ამ კუჭის ტკივილმა 12 გოჯანაწლავიც ჩაიყოლა. შინაგანი ორგანოებიც სამტკივდა. თან ნერვოზი დამემართა, უკვე უძილობა მაწუხებს, შაქარმაც ამიწია ამ ყველაფრისგან ძალიან ცუდად ვარ. ვახ რა ცუდად ვარ. ვაიმე რა ცუდად ვარ. კარგი, საკმარისია. შეიძლება დავიწყო უკაცრავად, შეიძლება დავიწყო. მოკლედ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მე ვიცი ზუსტად შენ რა უნდა გაგიკეთო, რისი ოპერაცია გჭირდება, ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვთვლი რომ შენ ჩემი პაციენტი უნდა გახდე და ზუსტად ერთ თვეში მე ფეხზე დაგაყენებ შენ ჩიტივით. ვაიმე იცით, მე არ ვიცი თქვენ რა გჭირთ, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ჩემი პაციენტი უნდა გახდეთ, იცით? თან საიდან გძნობთ ძალიან მაინტერესებს. იცით, თქვენ ახსენეთ რომ შაქარი გაქვთ არა? გეშდები შაქრიან ბიჭებზე. რას ლაპარაკი, ხემო სხვასაც უყავს, ვიკითხოთ, არ შეიძლება. მე რას გეტყვი, იცი, ჩემო ლამაზო. მე ვფიქრობ, მე ვერ გეტყვი რომ აუცილებლად ჩემთან უნდა წამოხვიდე, მაგრამ ვფიქრობ რომ შენ ისეთი მაგარი ხარ, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მორჩები. პრინციპში შენ უკვე ნამკურნალები ხარ, მაგრამ თუ გინდა რომ მე გიმკურნალო, მე ვფიქრობ რომ უნდა ამირჩიო მე. შაქარი. ბოდიში გიხდით? აი ეჭვიც არ მეპარება თქვენს პროფესიონალიზმში, მაგრამ ფორჩხიძეს ვირთი. ისეც უდათ ვარ. ვაფშე ვერ სუნთქავ. გადამარჩინეთ. კარგებო. შენი პაციენტია, რატო არ უთხარ? ჩემი სტილი არ არის, აი კომბინაციაზეც ვერ წავიდე. აი მე გოგო პაციენტები არ მყავს. არა, ეთყობა დაზღვევით არის, ხმაზე ეთყობა დაზღვევით არის მოსული არ. არა და შენი არა, დათო შენია. არა, კაი გოგო ყოფილა. სამწუხაროდ თქვენ ამ ჯერზე არ გაგიმართლათ, ნუ სხვა დროს კიდევ სადაც. მე მაინც მინდა უთხრა კონკურსანტს რომ უდაოდ ნიჭიერს რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს და არ გაჩერდება, ჯერ მისთვის არაფერი დაკარგული არ არის. კი, რა თქმა უნდა. რაღაცა მართა გქონდა. ხო, კი. მე უბრალოდ სურდო მაქვს. უბრალოდ מחველებს სულ ეს არის. ძალიან მაგარი ბიჭი. ძალიან მაგარი ბიჭი. კარგი. იცით, ემოციებს ვერ ვფარავ. აი ეს ნამდვილი სასწაულია, იცით? მე ვგრძნობ რომ თქვენ ჩემი პაციენტი ხართ. მე თქვენ ერთ კვირაში განკურნავთ. ნახე საოცარი ბიჭია. მომისმინეთ ჩემო კარგო, მე შენ 2 დღეში განკურნავ. ძალიან იაფად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა წამლები უნდა დაგინიშნო და ამიტომ ჩემი პაციენტი უნდა გახდე. ჩემო კარგო, მე არ ვიცი რა საპირებენ ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ დაგინიშნავ იმ წამლებს, რომელიც შენ გინდა. ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, იცით? რა არის რთული? ჩემი შერასექსი ხარ არა გაქვს მოსმენილი? კი, მაქვს მოსმენილი და მეც ვირჩევ დათოს. არ გადავიდე სულ რა. არა, ესე აი დათო, რა ეს რა, აი რა. ვინ არის ეს ვერ გავიგე. ყველა პაციენტი წამართ. დათო, კარგი რა, კარგი ვინაო. ცნობდი რომ ჩემი ყაი ძალიან. ჩემი თოვლი მოსულა არა გაქვს ნამღერი? დაუშვათ მე. გაშუაშიო. სანჩიკა და გუგა ზაფხულობით დასასვენებლად ქობულეთის ბირჟაზე მიემგზავრებიან. გუგა, აი გვას რო უყურები, რა გამახსენდა ისი? რა შიჩი? აი სიმღერა რომ არის შეჩე. აი, თოვლიანი მთები, თოვლიანი ძირები, ასე ხარ? მაგრა გევას. ო, მარჯუტკის რომ მივიდიო. მე კიდე რა გამახსენდა, იცი სიმონა, ახლა ეს ზღვის ხმარობას. მე, აი მოусმინე
გახსოვს შენ რო ჩაიფსი? მე რას დამცინი შეჩვე პატარაობაში ყველა იფსავ. შენ რა ჩაგიფსია? რა პატარაობაში ბიჭო 2 თვის წინ არ ჩაიფსი, რას მაგიჟებდო? მე 2 თვის წინ 2 თვით პატარა არ ვიყავი. სანჩი ცენტრალს მისწავარ ეხა რა გამახსენდა იცით შუან აი ეხა ისეთ თემებზე ვლაპარაკობ და ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობ რომ აი მენა მომინდა გახსოვს გუნდა შავსმა მოვსმა აი ყველაფერი შენთან ერთად მაგრა გამიხარდება რა გვიშლის წამო ვიგუნდაო რა უნდა იგუნდაო ბიჭო სათხე და ვაკ თოუს რითი უნდა იგუნდაო შეჭი მოვსად შეჭი აუ ვისე მართალი ხარ სანჩი შენ თავს მიწავს იმა მოსიარულე ფაქტებიოთ თან დავისვენებ სიმონ თან ხო ხდები მოვიშორებთ რა ამასაც რომ რა იცით მაო შარიატო მოსიარულე შარია ყველა ვინც აქ არის აუ და მოვსად რა სად ბიჭო სხვა აქ სხვა მე ტუალეტად ვიყენებ ხოლმე პასტაერად თან ვერავინ ვერ გამჩნევ შეჭმე თვალები რა მე არიწვები ვაფშე შედიხარ ფსავ გამოდიხარ წავიდა მოფსა მოვიდას ხანდახან როგორ გეხსნება ხოლმე არა მაგრამ დამოჩაში ხელი ჩემ თავს გამო ვინ უნდა დაგწვას ბიჭო მაინც ხო გამოგიჭირეთ. არა, ჩემზე მაგარი პოლიციელი არ არსებობს რა. საქართველო მალე გაბწყინდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული დაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული დაენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაბწყინდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაპრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა